სხვაგან შეიძლება იგივე დოლათის შექმნა და წამოღება და ფულის გეკეთება და რაღაც. ახლა რუსეთში ვიყავი, გავიცანი საკმაოდ სერიოზული მეწარმეები, ფერმერები, ქართველი ფერმერები, მე გითხარით კიდევაც ორშაბათს იქნება ამის შესახებ გადაცემა და აი მე გეკითხებით, აი მაყურებელს ვინმე, ვინმეს აი 1-2-ის გამოკლებით გინახია ქართველს ევროპაში და ამერიკაში მილიონები ეშოვოს? აი გეკითხებით, ვინ იშოვა ევროპაში და ამერიკაში 1-2-ის გამოკლებით მილიონები? ამ დროს ყველაზე დიდი აი ეს რო ვეძახით ფულიანი ხალხი, ყველა ფულს შოულობს იმაში, რა ქვია, რუსეთში, ოსაბჭოურ ქვეყნებში და განსაკუთრებით რუსეთში. და ბიჭო, აი ეს რო ვიძახით, რატომ მიდის ახლა ევროპაში ხალხი? ფულის საშოვნელად კი არ მიდის. უბრალოდ იმიტომ მიდის, რომ იქ აძლევენ, ესე იგი, უფასოდ ბინას, უფასოდ საჭმელს და ადამიანმა რომ უბრალოდ იქ იარსებოს. თორე, ეხლა მაინტერესებს, ეხლა კი, აი რა 10-20 წელი, აი უზარმაზარი კატორღული შრომა უნდა გაწიო, იქ რომ რაღაცა აქ ბინა იყიდო ან მანქანა იყიდო და აგერ უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანა არის. შეგვიძლია შემოვიტანოთ უამრავი პროდუქცია, გავყიდოთ აქა. რუსეთზე იყო მიერთებული საქართველოს საბჭოთა კავშირის დროს. ბელორუსი იმიტომ არის აყვავებული, რომ მიერთებულია რუსეთზე. ჩვენ შეგვიძლია ავამუშავოთ ციტრუსის გადამამუშავებელი ფაბრიკები, წვენების წარმოება დავიწყოთ, მეტალურგია ავამუშავოთ, აგერ აი გორში ვართ, ვაშლის წვენების და გინდა ჩაბარების პუნქტები. გავიტანოთ ყველაფერი ეს ფერმერული მეურნეობის შედეგად ყველაფერი პროდუქცია. ჩვენი ღვინო იმას ვთქვათ, გავიტანოთ ყველაფერი უდიდესი ბაზარია რუსეთი. დღეს რუსეთმა ამ სანქციებით კი არ წააგო, მოიგო ხალხო. მოიგო, ანუ იმას, რასაც არ აწარმოებდა რუსეთი, დღეს უკვე ყველაფერს აწარმოებს, იმიტომ რომ იქ რო ამათ ეგონათ ეხლა მაგდონალდი გავიდა. ვაიმე, იმას კატლეტს ვერ ჩადებდა რუსი იმაში ბულკში, იმ ხელა ტრამალებით მიწარი, ერთი ჩადით და ნახეთ რა. რა შექმნეს ზოგმა რო იმას ქნა, რა ქვია, გაიშა, კუსნაი ტოჩკა, ხო? ამოქმედე, შედით, წადით და ნახეთ რა, რითი განსხვავება არის რამეში თუ არის იმაში მაგდონალდი. გავიდა კოკა-კოლა, რა კოკა-კოლის ანალოგს ვერ შექმნიდა რუსი. წვენი გავიდა, ვერ შექმნიდა, ვერ შეკერავს მას, რა ქვია, რეალურად რაღაცას. პირიქით გაძლიერდა და ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ რუსეთთან ურთიერთობით, ხალხო. დღეს ბევრი გადადის ვლადიკავკაზში. ყიდულობს იქ თევზეულს, ხორცეულს, ყიდულობს ტკბილეულს და მოაქვს აქ, იმიტომ რომ იქ უფრო იაფი არის. ხო შეგვიძლია ჩვენ ამ ვაჭრობის შედეგად ის თურქული ნაგავი არ შემოვიტანოთ რუსული. იმ რუსებმა აქ აამუშავონ. რატო აზერბაიჯანელებმა ჭკუაში რატო უნდა გვაჯობო? კამაზის ქარხანა შექმნეს, ფილიალი შექმნეს აზერბაიჯანში. ფარმაცევტული კომპანიები შექმნეს მაშინ რა ქვია აზერბაიჯანში. რატო? აი ქუთაისის საავტომობილო ქარხანა ავამუშავოთ და რუსეთი დაიწყებს აქ თავისი პროდუქციის წარმოებას, რომელიც იქნება ფილიალი საქართველოში. რატო არ შეგვიძლია ეს რო გავაკეთოთ, კაცო? დღეს რო აგერ ყრი იყრება, მანდარინი აგერ მოდის, ეხა ჩვენ დიდ ყურადღებას უთმობთ ვენახს და ყურძენს, მაგრამ არაც ისეც ეხა როგორც კახელებს უნდა, მაინც ისე ვერ ყიდიან, როგორც საჭიროა, მაგრამ ნუ ასე თუ ისე სახელმწიფო ეხება. დღეს ეხლა ეს ციტრუსი, ხო? კაპიკებში იყრება, კაცო. მე მახსოვს, ეხლა მე გურიიდანა ვარ და ერთი მოსავლით 200 ეძახიან მაშინსა. ერთ 200 იყიდიდი, კაცი, ერთი მოსავლით რა, კაი დიდი ბაღი ვისაც ყოდა, მანდარინი, პორტოხალი, ლიმონი რო გაიყიდებოდა, იყიდი. დღეს რას იყიდი? ვერაფერს ვერ იყიდი. იმიტომ რომ ვერ გადის რუსეთში ეს ბაზარი. დაждდებოდა ქართველი გლეხი გაიტანდა ჩაის, გაიტანდა ციტრუსს. და აი ამიტომაც ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ბატონო ლექსო, რომ აი ეს ჩვენ ეს ვაწარმოოთ ეს ყველაფერი და რუსული ბაზრის გარეშე ვერაფერი ვერ გამოვა. ხო და ეხლა გვაქვს ყველაზე კარგი ხო და ამიტომ უნდა დაიწყოს ხელისუფლება, რა ამას ნიადაგის მომზადება ჭირდება, ეხლა ხელისუფლება ამას ვერ გააკეთებს, თუკი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ვერ მოხდა. ეხლა ეს ახალგაზრდებს რო უთხრა, რუსებისკენ გადავდგათ ნაბიჯო, ხო შეიძლება იქ რუსთაველზე ბევრმა გატიტულდეს ეხლა და ტიტულები ირბირონ.